ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ აშკარად ისტორიული მნიშვნელობის გახლავთ. არა მარტო ამ თემაზე, ამ დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებზე, ახლა ჩვენ დავიწყებთ საუბარს საქართველოს ყოფილ ელჩთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილთან. მე მას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურო, ჩვენთან ერთად ხართ. თქვენც ადევნებთ ცხადია ჩვენთან ერთად თვალს იმას, რაც თბილისის ცენტრში და საქართველოში ხდება, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის რაღაც გამონაკლისი, ასე ვთქვათ, იზოლირებული შემთხვევა და ეს არის ყველაფერთან ერთად ქართველი ხალხის და ამავე დროს თავისუფალი სამყაროს ტოტალიტარულ ღერსთან, ტოტალიტარულ სისტემებთან დაპირისპირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაზა. თქვენ როგორ შეაფასებდით აი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და როგორ შეიძლება ეს უფრო დიდ სურათში შევაფასოთ ეს მოვლენები? მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. საქართველოში მიმდინარე პროცესები რა თქმა უნდა ვერ იქნება განყენებულად განხილული იმ პროცესებისაგან, რომლებიც სოფლიოში და ჩვენ რეგიონში ვითარდება. ჩვენ ხედავთ ფუნდამენტურ ცვლილებას რეგიონში. ნახეთ, რომ რუსეთი და ირანი თვითონ გამოაცხადეს, რომ არიან სტრატეგიული მეკავშირეები, თუმცა ეს მეკავშირეობა რაში გამოიხატა და რაში გამოადგა ირანს ბევრ კითხებს ბადებს, ამიტომ მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოს არჩევანი ექნება გასაკეთებელი, თუ როგორ უნდა განვითარდეს და როგორც ხედავთ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაშია, მათთვის არჩევანის ცხადია და ამ სიცხადეში მე ვფიქრობ, შეინიშნება უკვე არა მხოლოდ სურვილი, არამედ საკმაოდ მომართული მუხტიც იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს დაუბრუნდეს კურსი, რომელსაც იყო აქამდე. ეს არის ევროპულ-ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციის კურსი, რომელსაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ამ რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. ბატონ თემურ, ძალიან დიდი მასშტაბის და თავისი შედეგების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა გასულ კვირას, როდესაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირ ჩართულიყო სამხედრო ოპერაციაში. ისრაელი თავისთავად ამერიკის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა და ამ მხრივ ამერიკა ისედაც არ იყო შორს ამ პრობლემისგან, მათ შორის ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც ძალიან მკაცრად, ასე ვთქვათ, პოზიციონირებდა ირანთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდა ამ მომენტისთვის ეს ომი, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ირანის ამბიციები, რამდენად შეიკვეცა, არსებობს თუ არა მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ატომური, ბირთვული იარაღის, ბირთვული კომპონენტის შექმნისა და წარმოების მცდელობა ირანს კვლავ ექნება და როგორ იქნება ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების რეაქცია? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკამ მიიღო მონაწილეობა არა მხოლოდ რეტორიკის და პოლიტიკის გაცხადების ფონზე, არამედ კონკრეტულ ქმედებებით მიიღო. ეს იყო ძალიან რთული და საკმაოდ მრავალწახნაგოვანი ოპერაცია, რაც განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აღავსაუბრობ უკვე ისრაელზე და ჩვენ ვნახეთ თანამედროვე ომების რაღაც მონახაზი, თუ როგორ შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიური ომები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკულმა ბომბდამშენმა და 100-ზე მეტმა თვითმფრინავმა, რომელიც ამ ოპერაციაში იყო ჩაბმული, იფრინეს 18 საათი, უფრო მეტიც, მარტო ერთი გზა. ჩვენ ვნახეთ ისრაელმა როგორ შეძლო 30 გენერლის განადგურება ომის პირველივე დღეებში და ჩვენ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ გენერლებზე, არამედ უმაღლეს გენერალიტეტზე. ასევე 12 ვირტუალური ფიზიკოსი იქნა მოკლული პირველივე დღეებში და ისრაელმა მოიპოვა შესაბამისად მთლიანად კონტროლი საჰაერო სივრცეზე ირანისა და ბომბავდა რასაც უნდა და რასაც უნდა. ამ რეალობაში ყველაზე მთავარი ელემენტი ალბათ არის ის, რომ არა მარტო ისრაელის დაპირისპირება და ისრაელმა როგორ გააკეთა რა გააკეთა, არამედ ამერიკის ჩართულობა სამხედრო თვალსაზრისით. ლაპარაკი იმაზე, რამდენად განადგურდა ირანის ბირთვული რეაქტორი ან ფროდოში ან სხვაგან, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, ეს უფრო სამხედრო ჭრილში შეიძლება იქნას განხილული, მაგრამ გეოპოლიტიკურ ჭრილში ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც
აქტიურად მოქმედებს, როცა საჭიროა იყენებს სამხედრო ძალას, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდა მას მერე, რაც ტრამპი დაბრუნდა ხელისუფლებაში, ბაიდენის დროს ითვლებოდა, რომ ამას არ გააკეთებენ არასოდეს, ავღანეთიდან წასვლა საკმაოდ არასასიამოვნო ფორმებში და ითვლებოდა, რომ ტრამპის მშვიდობის მტრედია და მოლაპარაკებებში იყოს სულ, გაუთავებელ მოლაპარაკებებში, ცდილობს, რომ მიიღოს მშვიდობის ნობელის პრემია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნახეთ ჩვენ სხვანაირი ამერიკა. ნახეთ ჩვენი მიწების რღვევა, რომ ამერიკის სამხედრო პოტენციალის და ამერიკის სურვილის რომ გამოიყენოს სამხედრო პოტენციალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნაადრევი იყო და ამან შეარყია ძალიან ბევრი არტოკრატიული ქვეყნების ვთქვათ მრწმენა იმაში, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებენ, ისე რომ არასოდეს არავინ პასუხს არ მიიღოს. ამ თვალსაზრისით უდავოდ მოხდა გეოპოლიტიკური ძვრა ძალიან სერიოზული. მთლიანად მოიშალა ახლო აღმოსავლეთში ერთი ღერძი, რომელსაც ერქვა შიიტური ნახევარმთვარე ან მეორე სახელი, რასაც თვითონ უწოდებდა ირანი, ეს იყო წინააღმდეგობის ალიანსი და წინააღმდეგობის ღერძი. მთლიანად მოიშალა ხამასი, ჰიზბალა, სირია, ირანი, დასუსტებული ერაყი, დასუსტებული იემენი, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეალობაში თურქეთს ძალიან დიდი როლი ენიჭება, რომელიც ბატონ თემურაი, აქვე შეგეკითხები, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თავად პრეზიდენტ ერდოგანთან დაახლოებული წრიდან გამოსული, რომ F-35-ებთან, ანუ ამერიკულ ბომბდამშენებთან დაკავშირებული შეთანხმება განახლდება წლის ბოლომდე, როგორც ჩანს, ერდოგანს პრეზიდენტ ტრამპისგან ეს დაპირება მიღებული აქვს და ჩვენ ვიცით, რომ ტრამპსა და ერდოგანს შორის ზოგადად ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. ესეც ამ პროცესების გაგრძელება, იმიტომ რომ მანამდე ერდოგანმა ასევე ღიად თქვა, რომ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ძალიან სუსტად გამოავლინეს თავიო. ძალიან რთული თამაშია. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ალბათ შეიძლება აღდგეს საუბარი ამ თემაზე. უცნაური რაღაცები ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ვაკუუმს, რომელიც შეიქმნა ირანის შესუსტებით, ცდილობს, რომ შეავსოს ორი კოალიცია, ერთი არის თურქეთის და ყატარის კოალიცია, რომელსაც მუსულმანური საძმოს კოალიციას ეძახიან, და მეორე კოალიცია, რომელიც რაღაცჯერ კიდევ ამორფულ ფორმებში არის, ეს არის აბრამული შეთანხმების კოალიცია, რომელშიც ცდილობენ, რომ საუდის არაბეთი ჩართო. თურქეთმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მისი მთავარი მტერი არის ისრაელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოაცხადა თურქეთის პარლამენტმა თავის რეზოლუციაში. მე ვფიქრობ, ეს არის სავაჭრო კარტები, რომელთაც ცდილობენ, რომ ამერიკაც ევაჭრონ მათ შორის F-35-ებზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთის მზარდი როლი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრია და ამიტომ ეს კეკლუცობები ნატოსთან მიმართებაში, ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მე მგონი ბევრად არაფერში გამოადგება. ბატონ კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში აღწერეთ. ესეც ჩვენთან ახლოს არის და ნაწილობრივ ჩვენც ამ რეგიონის, ასე ვთქვათ, არც თუ ისე განაპირა ნაწილი ვართ, პრინციპში განაპირა, მაგრამ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, თავისი ღირებულებითი გეოპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ევროპა როგორ ფორმირდება, როგორ იქნება მისი პოზიციონირება შემდგომში მთავარი საფრთხის რუსეთის შეკავების მიმართულებით. ამ ხრივ აი მაგალითად მერცის განცხადება იყო გუშინდელი ძალიან საინტერესო, რომელიც საუბრობდა კვლავ მშვიდობისა და დაპირისპირების, თქვათ, ბრძოლის სრულიად არარსებულ დიქოტომიაზე, გაიხსენა ჩემბერლენი, გაიხსენა ის გამოცდილება, რომელიც აქვს ევროპას და თქვა, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და მასთან მიმართებაში მხოლოდ ძალის ენით შეიძლება საუბარი. აი ნატოს
ბოლო სამიტის გადაწყვეტილებების კონტექსტში რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პუტინმა მინსკში გამოაცხადა, რომ რუსეთმა უცაბედად ომში მყოფმა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკვე მომავალი წლიდან თავდაცვითი ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. რაზე მიანიშნებს ეს? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთმა რაც გაცხადებული ჰქონდა მას სამხედრო მიზნები, ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნები შეცვალა, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი მიზანი იყო ნატოს გაფართოების შეჩერება, ნატო გაფართოვდა, ეგრეთ წოდებულ ფაშისტურ რეჟიმს ვერაფერი ვერ მოუხერხეს. რუსული პროექტები, რომელიც იყო რაღაც ნოვოროსია და რუსული სამყარო ხიმები და ასე შემდეგ, კრახით დასრულდა ყოველ შემთხვევაში დასავლური მიმართულებით და უფრო მეტი დასავლეთმა მათ შორის ნატოს სამიზნეც გამოაცხადეს გაზარდა სამხედრო ხარჯები 5%-მდე გარდა და ჩვენ რომ შევხედოთ ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ნახავთ რომ რადიკალურად გაიზარდა სამხედრო ხარჯები. ევროპას დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ჰქონდა თავის სამხედროები და თავის სამხედრო ინფრასტრუქტურები, ხედავთ რომ ახლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება გამალებული მილიტარიზაცია და ამ ახალ შეიარაღების შეჯიბრში მე ვფიქრობ, რომ რუსების შანსი საკმაოდ მცირეა. ეს არ არის საბჭოთა კავშირი იმ რესურსებით, რაც მას ჰქონდა. ეს აღარ არის საბჭოთა კავშირი, რომელსაც ყავდა ინტელექტუალური პოტენციალი და მის ელიტას არ ჰქონდა სახლები კომოს ტბაზე და მაიამიში. ეს არის სხვანაირი ელიტა და მე ვფიქრობ, რომ ამ ფონზე ნატოს განცხადება და პარალელურად რუსების განცხადება, პუტინის განცხადება, რომ ამცირებს ხარჯებს, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში ხვდებიან, რომ ამ ახალ შეიარაღების ძველი ცივი ახსენდება ბევრს, ხო, შეჯიბრი შეიარაღებაში თუ ბრძოლ, ასე ვთქვათ, ხო, რუსულად ერქვა გონკა ვარუჟენი, მაშინ ახსოვს ჩემს ბავშვობაში, ხო? ანუ ამაში აყოლას როგორ ჩანს არაპირებს პუტინი, იმიტომ რომ იცის რომ საბჭოთა კავშირთან შედარებით გაცილებით ნაკლები რესურსები აქვს, რასაც თქვენ სწორად უსვამთ ხაზს. არა, ირანმაც დაადასტურა. ხო, ახლა ციფრებში რო ვილაპარაკოთ, ირანმა დახარჯა ასეულობით მილიარდი დოლარი აი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომ შეექმნა ეს ისლამური შიიტური ნახევარმთვარე. ასობით მილიარდი დოლარები დახარჯა, რომელიც შეიძლება მოხმარებულიყო მის მოსახლეობას, მის კეთილდღეობას, განათლებას, ჯანდაცვას და არ ვიცი კიდე ბევრ სასიკეთო პროექტებს. ამის ნაცვლად მათ გადაწყვეტეს, რომ ფული დახარჯონ იდეოლოგიურ რევოლუციის ექსპორტში, რომელიც აი ესე კრახით დამთავრდა. ახლა რუსეთის სიტუაცია უფრო მარტივია, იმიტომ რომ რუსეთი ცდილობს, რომ თავის სამეზობლოში რაღაცეები მოახერხოს, რომელიც სერიოზულ პრობლემების ქვეშ არის. ხედავთ, რომ აზერბაიჯანთან აქვს სერიოზული დაპირისპირება, ხედავთ, რა ხდება სომხეთში, რომელიც რადიკალურად იცვლება. ხედავთ, მოლდოვა როგორი ნაბიჯებით მიიწევს ევროპისაკენ წინ. ხედავთ უკრაინის მდგრადობას და რამდენად სერიოზულად უწევენ ისინი წინააღმდეგობას მიუხედავად ძალიან ბრუტალური დაბომბვებისა. ხედავთ, როგორ შორდება რუსეთს ცენტრალური აზია. ჩუმად ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაგრამ ჩინეთთან მათი დაახლოება უკვე სახეზეა და ამ ფონზე აი ეს მარტო დარჩენილი გაპარტახებული ეკონომიკურად რუსეთი, რომელმაც უზარმაზარი თანხები დახარჯა ამ ომში და გაუგებარი მიზნები და გაუგებარი შედეგები. მე ვფიქრობ, რომ ამის ანაზღაურება ძალიან ძნელი იქნება და მით უმეტეს სანქციების ფონზე ჩვენ ხედავთ და აქვე მინდა გავიხსენო, რომ იყო გამართული პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი. სადაც უკვე ღიად ლაპარაკობდნენ რუსეთის ეკონომიკას რამხელა პრობლემები. არ მესმის. და ამ ტიპის სამხედრო ხარჯებს რუსეთი უბრალოდ ვეღარ გაუძლებს მისი ეკონომიკის. კი ბატონო,